საღამოშვიდობის თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს, მე ვარ ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე და დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. 26 დეკემბერია დღეს და გვიახლოვდება ასევე წლის ბოლო ახალი წელი. ქარტია ტექნიკური მთავრობა და ახლა უკვე სპეციალური საბჭოები პირველი ორი ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი უკვე რამდენიმე დღეა აქტიურ კონსულტაციებს მართავს ბარერ გადალახული პოლიტიკური სუბიექტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებთან. მიზანი კი მორიგი ორი ახალი გაერთიანების შექმნაა, პირობითი სახელწოდებით სპეციალური საბჭოები. ერთი საბჭო დაკომპლექტდება პოლიტიკოსებით, თუმცა გუშინვე გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარალელურად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასაც გეგმავს, რომელშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ, რომელთაც როგორც ოპოზიციაში ამბობენ, უდიდესი როლი აქვს საპროტესტო მოძრაობაში, რაც უკვე ცნობილია ამ საბჭოების შესახებ არის ის, რომ ამ გაერთიანებამ უნდა მოამზადოს ახალი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საფუძველი, მექანიზმები და ასე შემდეგ. ამასობაში სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო აქტუალურდება კითხვა, რას მოიმოქმედებს ის 29 დეკემბერს, დატოვებს თუ არა, ან და რა ფორმით დატოვებს რეზიდენციას და როგორი იქნება მისი სამომავლო გეგმები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ რეზიდენციას არ დატოვებს, მას მხარდაჭერას ფიზიკურად გამოუცხადებენ. ოპტიმისტურია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც დღეს გაგვაცნო, შალო პაპუაშვილმა თქვა, რომ მას ჯერა, რომ 29 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და მის ადგილს ახალი პრეზიდენტი დაიკავებს. რას ველით ახალ წლამდე ქვეყანაში, მას შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობა და 20-25 წლის მოლოდინში ვართ. ამ პოლიტიკურ თემებზე და სხვა თემებსაც შევეხებით, ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, რომელიც ჩვენი სტუდიის სტუმარია, მე მას მივესალმები, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, მივესალმები რადიო მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ბადოლადო, მოკლედ ჩემ მონოლოგიც ამას შეეხებოდა, ხო, ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მოახლოებული და თქვენ ცნობილი ხართ, როგორ ითვლით დღეებს, მოკლედ პრეზიდენტის ყოველ დღე ხედავთ ამას, რომ რამდენი დღე დარჩა პრეზიდენტს. მიუხედავად ამისა, ეს გასაგებია ხა თქვენ აკეთებთ ამას, მაგრამ მოდი სერიოზულადაც შევხედოთ, შეიძლება სერიოზულადაც აკეთებთ, მაგრამ სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს. დღეს პრინციპში პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ვერაფერს ვერ ხედავს ხა ისეც რომ თვლის რომ ის გამოვა სასახლიდან და ჩვეულებრივად შევა ახალი პრეზიდენტი. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი მოსაზრება რო გითხრათ? ეკა თქვენ გახსოვთ რომ 2018 წლის 16 დეკემბერს იყო თელავში ქალბატონის სალომეს ინაუგურაცია და მაშინ პირველად მოხდა ისტორიაში რომ ყოფილი პრეზიდენტი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა ინაუგურაციას და ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა მოხდა ისე, რომ პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით, თავის კონსტიტუციურ ვადაში და რაც ყველაზე მთავარია, ერთმა პრეზიდენტმა მეორე პრეზიდენტს გადააბარა, რაც ასეთი მისასალმებელი და სანატრებელი იყო ყოველთვის ჩვენთვის. და რა თქმა უნდა, არავინ იფიქრებდა, არც მე და ალბათ არც არავინ ინაუგურაციას ესწრებოდა თუ არ ესწრებოდა, რომ შეიძლება მომავალი პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ რეზიდენცია არ დაეთმო. და დარჩენილიყო რეზიდენციაში, მას შემდეგაც კი რაც არჩეული პრეზიდენტი ფის დაძებდა. თქვენ იცით და რატო ახსენე მე ეს თარიღი, რომ კონსტიტუციურად სალომე ზურაბიშვილს ვადა უკვე ასე ვთქვათ გასული აქვს. ის 6 წლიანი ვადა და თქვენ იცით რომ გამონაკლისი ვადა იყო ეს 6 წელი, იმიტომ რომ უნდა დავლოდებოდით 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს და მეერე პირველად ისტორიაში უკვე საარჩევნო კოლეგიას აერჩია საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომაც ჩაინიშნა 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები, რომ ეს სამართლებრივად ასე ვთქვათ ეს წვეთა არ ყოფილიყო და ის რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე ჩვენც ორი პრეზიდენტი ყავს, ასე ვთქვათ, მოქმედი პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი, ეს ბუნებრივი ამბავია და 29-ში 11 საათზე ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. თვლიდა სხვათა შორის, მაგრამ ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთი ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო, ისე როგორც პარლამენტის წევრები ჩვენ არჩეულები ვიყავით 26 ოქტომბერს, მაგრამ 25 ნოემბრამდე იყო წინამოწვევის პარლამენტი, ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ინსტიტუციური მეხსიერება, გადაცემა, უფლებამოსილების შეწყვეტა, დელეგირება და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა რომ სალომე ზურაბიშვილს ისე ეპრეზიდენტა და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა მან არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ბევრი სხვა პრობლემები შეუქმნა ჩვენს ქვეყანას, რომ მათ შორის ინაუგურაციას დასწრებოდა, ყოფილიყო მოწვეული ან თავად ქონოდა დასწრების სურვილი და მერე თავად დახვედროდა დაუშვა და ახალ არჩეულ პრეზიდენტს გადაებარებინა იგივე სამუშაო კაბინეტი რაღაცა მიმდინარე საქმე პირობითად რაც იქნებოდა ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა
ალბათ ასე არ ხდება და ალბათ ასე არ მოხდება. გულისხმობ ასეთ ლამაზად, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის გაკეთებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან სერიოზული განაცხადი იქნებოდა მათ შორის მთელი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე. თუმცა მაინც მე რა თქმა უნდა ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის ოპტიმიზმს, რომ ქალბატონი სალომე დატოვებს პრეზიდენციას, იმიტომ რომ გადაგასული პრეზიდენტის დარჩენა სასახლეში არ მგონია რამეს მატებზეს ან ქალბატონ სალომეს ან ვინმეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ თქვენ იცით რომ იგივე კაია კალასმა იგივე რობერტო მეცოლამ ყველამ დაასახელა 29-მდე კიდევ შეიძლება ბევრი რამე მოხდეს. მაგრამ თქვა ალბათ იცით. ბილდი არ არის ასე ვთქვათ მოქმედი პოლიტიკოსი, ამიტომ რაც არ უნდა თქვას. ხო, რაც არ გადაწყვეტეს ვინ იქნება მოკლედ პრეზიდენტი. ამიტომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. ხო, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ქართულმა ხალხმა და ეს გადაწყვეტილება ქართულმა ხალხმა მიიღო 26 ოქტომბერსაც, როცა პარლამენტი აირჩია, რომელსაც მე პრეზიდენტი უნდა აირჩია აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელსაც მე პრეზიდენტი უნდა აირჩია და აირჩია რაც ყველაზე მთავარია 2021 წელს საკრებულოები, თქვენიც რომ საკრებულოებიც იყვნენ ჩართულები და 300 ხმაში 109 ხმა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდა, როგორც აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ასე რომ ეს გადაწყვეტილება ქართულმა ხალხმა მიიღო და გადაწყვიტა და ევროკავშირი ან ვინმეს მილოცვა ან არ მილოცვა და გაბუტვა ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტს. პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორ წარმოუდგენია მას როგორც ნაციონალური მოძრაობის მეგობარს და არა საქართველოს მეგობარს საქართველოსთან პარტნიორობა და ურთიერთობა, მათ შორის ევროკავშირის თვალით და სამწუხაროდ ბევრი ფუნქციონერი და ჩინოვნიკი ევროკავშირში როგორც ჩანს ასე უყურებს ჩვენთან ურთიერთობას, რომ ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ ვინ იქნება პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლებაში, არამედ ევროკავშირში ვინ უნდა გადაწყვეტოს. ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილებები ევროკავშირის შიგნით მიიღონ და იმ ფარგლებში, რასაც მათ ევროკავშირის კონსტიტუცია ავალდებულებს და ჩვენ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილებებს და ჩვენს გადაწყვეტილება უკვე მივიღებთ. ამიტომ კი ბატონო, იმაზე რომ დავუბრუნდებით ამას აუცილებლად ზოგადად საგარეო საკითხებს და ამ განცხადებებს მანამდე რამდენიმე კითხვა მინდა პრეზიდენტზე დავსვა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ყველაზე აქტუალური თემა ეხლა ამ ორ დღეში წინა საახალწლო სწორედ ეს თემაა და რატომ? ოპოზიციური სპექტრი უცხადებს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს. ყველა არა დღეს სხვათა შორის რამდენიმე გავრცელა განცხადება რომ მის არ გამოსვლას სასახლიდან მხარს არ უჭერენ და ეს რაღაცა ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგალითად კახარიას გუნდმა გამოთქვა ეს, მაგრამ ჩვენ ნახეთ ანა დოლიძის მაგალითად განცხადება, რომ პირიქით მხარს უჭერენ, რომ ის იქ იყოს, არ გამოვიდეს სასახლიდან. გარდა ამისა, ეს დაემატა პრეზიდენტის განცხადებებს მანამდე თქმულს, რასაც ის აკეთებდა თავის თქვათ მხარდამჭერებთან რომ გამოდიოდა, რომ მე აქ ვარ, მე ყოველთვის აქ ვიქნები, თუმცა გაუგებარი იყო ფიზიკურად იქნებოდა, ფიზიკურად აპირებდა დარჩენას თუ ერთ-ერთ ეთერში ჩემთან ერთ-ერთმა რესპონდენტამ თქვა, ჩემთვის გაუგებარია სულიერად იქნება ის პრეზიდენტი მათიო თუ ფიზიკურად აპირებსო. მაგრამ ამას დაემატა აი ოპოზიციის განცხადებაც. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს და თუ ასე მოხდა და გავიდა ჩარჩოებიდან, ხო არ შეიძლება აღმოჩნდეს და კანონმდებლობით დაისაჯოს კისოსებს მიღმა, რაზეც გარკვეული მინიშნებები პარლამენტის კი არა და პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც ჩვენ ვნახეთ. აქ რამოდენიმე საკითხია ერთდროულად, რამაც შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინოს ქალბატონ სალომეს, ეს იქნება მათ შორის საგარეო ფაქტორი, თუმცა მან თავად თქვა, რომ ციხანოვსკაიას ბედი ან დაუშვათ იგივე გუაიდოს ბედი არ უნდა რომ გაიზიაროს, იგულისხმება, რომ ის არაპიროს ქვეყანას დატოვოს და რა თქმა უნდა არ უნდა მიბოძოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გახსოვთ თქვენ სწორედ ინაუგურაციის დღეს გაიქცა ქვეყნიდან როგორც მოქმედი პრეზიდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო, ის მოქმედი პრეზიდენტის რანგში გაიქცა და მე გახსოვთ თქვენ ავანეთის პრეზიდენტმა მიბაძა ასევე სააკაშვილის, ისიც მოქმედი პრეზიდენტის რანგში გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ამას ალბათ არ გააკეთებს და ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, არც სააკაშვილს არ ჭირდა არაფერი გასაქცევი და მithumetes მე იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა, რომელიც პრეზიდენტს იყო 9 წლის განმავლობაში, ამიტომ როგორც ჩანს ის ქვეყანაში დარჩება და ძალიან კარგი იქნება თუ დარჩება და მათ შორის თუ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ თავად სტატუსი სამართლებრივი. ბუნებრივია მას არ და ვეღარ ექნება და ამას აცნობიერებს მათ შორის ოპოზიციის ის ნაწილი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ ის ნაწილიც, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ეს ორი დღე იქნება რამე გამოსწყოს სალომე ზურაბიშვილს ისეთი, რომელიც მათ შეიძლება საომოლოდ ნახე აქტივისტების განცხადებებით, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავიცავთ მას. რამდენიმე აი საზოგადოებრივი აქტივისტის განცხადება. ხო, იმიტომ რომ ყველა კარგად აცნობიერებს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს მაშინ აქ ხიბლის, ანამ ის მოქმედი პრეზიდენტია.
პრეზიდენტია, ლეგიტიმური, ჩვენ ხო არ გითხოს რომ ეს ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის, პირიქით ის ხალხი ამბობდა რომ ლეგიტიმური არისო, ვინც ახლა შეყვარებულია მასზე ასე ძალიან, ხო? წარმოვიდეთ როგორ უნდა მოახერხო, რომ აღარ იყო იმათი პრეზიდენტი, ვინც ხმა მოგცა და საბოლოო ჯამში გახდე და დარჩე მარტო იმათ პრეზიდენტად, ვინც ხმა არ მოგცა, გლანძღავდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხლა ამ დეტალებში აღარ შევალ, ასე რომ შვიდად შეუძლიათ იყო და ყავდეთ სალომე ზურაბიშვილი 29-მდე და 29-ის მერეც, მაგრამ თავად ოპოზიციისთვისაც მერე უკვე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მათ შორის იგივე კონსტიტუციის დარღვევით განკარგულების გამოცემაც კი არ შეეძლება, ან ბრძანებულების დაუშვათ იგივე არჩევნების თარიღის დანიშვნაზე, რასაც გვარამია ურჩევს, კი, რასაც გვარამია ურჩევს დაუშვათ, ან რაღაცა სხვა ტიპის გადაწყვეტილებები, ხო? ამაშიც აღარ გამოადგებათ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ესევის დამოუკიდებლობა ჩამოუყალიბდეთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც მანამდე ქონდათ, სანამ მათი პრეზიდენტი გახდებოდა და სანამ ის იმპიჩმენტს იმის სანაცვლოდ, რომ მე ასეთი პრეზიდენტი ყოფილიყო და მათი ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი ყოფილიყო, ამიტომაც ჩააგდეს მათ წარმოიდგინეთ თქვენ, როგორ უნდათ რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გამختارიყო, როგორ ებრძოდა მთელი წლების განმავლობაში, აღმოჩნდა რომ სამართლებრივად დადასტურდა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და შანსი ჰქონდათ რომ პარლამენტში მათ შორის კი ბატონო უმრავლესობასთან ერთად მისი პოლიტიკური იმპიჩმენტი შემდგარიყო და დაიცვა ნაციონალურ მოძრაობამ და ოპოზიციამ და იმიტომაც დარჩა დღემდე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, რომ თურმე მათ ყوازე უნდა ევლო და მათი დავალებები უნდა შეესრულებინა. ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა, რომელიც სხვა შორის ეუთოდინმა დაწერა თავის დასკვნაში და ვითომ ამას არავინ არ კითხულობს და არ იმჩნევს, რომ არბიტრი ამ დროს აღმოჩნდა მხარი და გახსოვთ თქვენ გახარია და ხაზარაძე დაიბარა და რაღაცა ერთიანი პარტიული სიის დაწერა თხოვა, ღიად უპირისპირდება და ქართულ ოცნებას და საბჭოები. მოდით ამაზე რომ გადავიდეთ. გადავდოთ ეს საკითხი, რომ რამდენიმე დღეში ის პრეზიდენტი აღარ არის, მით უმეტეს რომ აღარ არის, ამ საბჭოების შექმნის საკითხს როგორ უყურებთ, რომელმაც თქვათ იგივე ვადამდელ არჩევნებზე უნდა იმსჯელოს, თქვათ იგივე რაც თქვენ ბრძანეთ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ დიახ კონსტიტუციით მას აქვს უფლება. აი ამას როგორ უყურებს ახლა ხელისუფლება? ნახეთ ესეც უთხრათ ჩვენს მსმენელებს, თქვენ იცით რომ ბიზნესის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს თითქოს რაღაც რუსეთისკენ გადაუხვიეთ და სინამდვილეში რუსეთში ყველაზე მეტ თვითონ ვაჭრობენ და ყველაზე მეტ ფურცურმე რუსეთში შეულობენ და ეს დღეს გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია იმედმა, ეს ხალხი საუბრობენ ხელახალ არჩევნებზე, თუმცა ხელახალი არჩევნები უკვე სამართლებრივი ტერმინია. ახალი არჩევნები გვინდა ეს სხვა არის და ნებისმიერმა შეიძლება თქვას, მაგრამ ხელახალი არჩევნები არის და ტარდება მაშინ თუ ან თავად CSKO ან სასამართლოები გააუქმებენ გარკვეულ რაოდენობას ოლქებისას, უბნებისას და ხელახლა უნდა ჩატარდეს იგივე პროცესი, ანუ იგივე არჩევნები, უბრალოდ კენჭისყრის დღე ხელახლა უნდა ჩატარდეს განმეორებით. ასეთი რამ არ მოხდარა. მეორე არის რიგარეში არჩევნები, რომლის სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობს, იმიტომ რომ 25 ნოემბერს ჩვენ შევიკრიბეთ 26-ში უკვე მთავრობა დავამტკიცეს და პრემიერ-მინისტრმა მთავრობა მუშაობს და რიგარეში არჩევნების საფუძვლები არ არსებობს. მაშინ უნდა შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი, ჩვენ არ დაგვამტკიცებინა ირაკლი კობახიძე და ესახელებინა ოპოზიციას, მერე ასე შემდეგ და ხო და ამ შემთხვევაში უკვე კონსტიტუცია ავალდებულეს პრეზიდენტს, რომ დაითხოვოს პარლამენტი და უთხრას ხალხს, რომ ეს ხალხი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ვერ შეთანხმდნენ ვერც ერთ კანდიდატურაზე, ვერც მეორეზე, ქვეყანას არ ყავს თავრობა, ამიტომ მე ვითხოვ პარლამენტს და ვითხოვ ნიშნავ ახალ არჩევნებს, თქვენ გადაწყვიტეთ ხელახლა ვინ უნდა აირჩიო და ვინ რა პროცენტით და დოზით, რომ ნახოთ რომ იგივე კრიზისი არ ქონდეს, რაც ქონდა ისრაელს ბოლო წლების განმავლობაში და ბევრ სხვა ქვეყანას ეხა საპარლამენტო მოდელებში ერთჩვეულებრივი ამბავი, ანუ ჩვენთან ამის საჭიროება არ დამდგარა. და მთავარი რა ფუნქციაც აქვს პრეზიდენტს, ეს არის დანიშნოს მორიგი არჩევნები. და თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილი გთხოვდა არჩევნების თარიღის დასახელებას თან 29 დეკემბრამდე. და აგერ 26 დეკემბერს ვეუბნები 2028 წლის 28 ოქტომბერი იქნება მომავალი არჩევნების თარიღი საპარლამენტო მორიგი, იმიტომ რომ ეს განსაზღვრულია კონსტიტუციაში. ანუ სამართლებრივად დეკემბრამდე ითხოვდა დასახელებას. ხო, ესეც თვითონ თქვა. ნახეთ, ხო, რა რატო თქვა რომ ჩემთან მოვიდეთ, დავილაპარაკოთ და შევთანხმდეთ და ახლა დადონ რომ უკვე ასე ვთქვათ გამარჯვებული პრეზიდენტი წასულიყო და ნერე შეიძლება ეთქვა რომ მე გავედით ამაშიდან არ რჩები პროცესში, მაგრამ ჩემი მონოპოვარი როგორც პრეზიდენტი, სალამე პრეზიდენტი მე რქვა სამართლებრივად მე ეს შედეგი ასე ვთქვათ დავდევი. თუ სამართლებრივად შექმნის რაიმე საბჭოებს, პირობითად ხო, ახალი პრეზიდენტი იმ საბჭოებს ბოლო-ბოლო გააუქმებს, ან რაღაცა სხვა ფორმა მოიძებნება. თუ სამართლებრივად არ შეიქმნება ეს საბჭოები და ისე იქნება რაღაცა საკონსულტაციო ორგანოები, კი ბატონო, იყვნენ შეიკრიბნენ, ისაუბრონ ბევრ თემებზე, მაგრამ როგორ უნდა მოამზადოს საბჭოებმა არჩევნები, როცა თუ რამე საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს და იგულისხმება იგივე უთოს რეკომენდაციები, რომელიც სხვათა შორის 2020-ში იყო 30 და 2024-ში გვაქვს მხოლოდ 28 რეკომენდაცია, ხო, რომელიც ზოგი ასე ვთქვათ ისეთი
საჩქაროა დროში, რასაც ჩვენივე პარტნიორები გვეუბნებიან, რომ შეიძლება გაზაფხულის სესიაზეც ვიმუშაოთ, რომ იგივე თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს არის ეუთოդირი, სწორედ ეს დასკვნა, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს, სწორედ ეს დასკვნა არის წინაპირობა, რომ დაინიშნოს არჩევნები, რომელზეც მაგდეთ ხელისუფლება პირიქით ამბობს, ხო? ეს დასკვნაც გახდა რაღაცნაირად საჯილდაო თემა. ხო, დასკვნა რატო არის საინტერესო? ხა მე თავად ეუთოს დამკვირვებელი ვარ საერთაშორისო და არაერთ ქვეყანაში თავად ეუთოს წაუყვანი ვარ დამკვირვებლად. რატომ იდება დასკვნა დაახლოებით 8 კვირის შემდგომ, ან 10 კვირის შემდგომ? მე შორის სწორედ იმიტომ, არა მარტო იმიტომ, რომ დასკვნას და მუშაობა ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს ვნებები ასე თქვა დამცხრალი იყოს და ეუთოს დასკვნა არ გამოიყენოს არც ხელისუფლებამ სათავისოდ, არც ოპოზიციამ. ეს არის ეუთოს სტანდარტი. და რადგან ხო, წინასწარ ჩვენ ხო ნახეთ და ფაქტობრივად იგივე გაიმეორა. მაგრამ იმის გამო, რომ ეუთოს დასკვნა არის ობიექტური, რა თქმა უნდა, ოპოზიციაც პოულობს თავისთვის რაღაცა ხავს რომ მოეჭიდოს და პოულობთ ჩვენც, რითაც ვასაბუთებთ, რომ თავად ეუთოს გადაწყვეტილებით არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ოპოზიციას ჰქონდა საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება და მათ არ ჩაატარეს შეგნებულად, იმიტომ რომ ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის. ნახეთ, კენჭისყრის დღეს რო რაიმე დარღვევები ყოფილიყო ისეთი და იგივე დავუშვათ სავარაუდო ხმის პარულობის გამოვლენის შემთხვევები, ასე ვთქვათ, ვერ გახდეს. ხო, საუბარი არის 6%-ზე საარჩევნო, სადაც შესაძლოა გამოვლენილი იყო და გამოვლინდა ერთეულები, ანუ ვიღაცა სწორად ვერ ჩადო კონვერტი და ასე შემდეგ. მე მინდა შევახსენო ჩვენს რადიოს მსმენელებს, რომ ყველა ის კადრები, რომელიც ტელევიზიით ვრცელდება, როცა ბიულეტენს აჩვენებენ და უკან, ასე ვთქვათ, გაჟონილი მელანი ჩანს, ეს არის უკვე ის პროცესი, როცა ხელით დაითვალა და თქვენ იცით, რომ ყველა ის საარჩევნო უბანი, რომელზეც მათ შორის ოპოზიციამ მხოლოდ 7 ოქმზეა განსხვავებული აზრი დაწერილი, წარმოიდგინე 3113 ოქმიდან და პლუს ამას ემატება აჭარის უმაღლესი საბჭოს ოქმები, სადაც ქვითარს დაემთხვა ერთ-ერთზე ის, რაც მერე კომისიის წევრებმა ასე ვთქვათ ხელით დათვალეს. მთელი პრობლემა არის რა, რომ გადათვლის დროს ხوار დააკლეს ვინმეს ხმები და ხوار მიუმატეს ვინმეს. ასეთ რამე ეუთოს არ უწერია. ხომ არ მოხდა ოქმების გადაკეთება, ასეთი რამე ეუთოს არ უწერია და პირიქით დაწერა, რომ ის ვედმა, რომელმაც 2024-ში პარალელურ დათვლა გააყალბა, ახლა პარალელურ დათვლა, რომელიც სწორი აღმოჩნდა, საერთოდ არ გამოაქვეყნა. ესეც კი დაწერა ეუთომ, იმიტომ რომ ასეთი რამე უბრალოდ არ ხდება. რატო დამალა ის ვედმა და არ გამოაქვეყნა? იმიტომ რომ ერთ-ერთზე დაემთხვა. თუ ყველა ხმა რაც იქიდან ამოვიდა, ერთმანეთს დაემთხვა და განსხვავება არ არის და კი დაემთხვა, მაგრამ რაღაცაად არარელევანტურიაო იმასთან, როგორ ჩატარდა არჩევნები. ხო, ნახეთ იქაც როგორი რაღაც არის. ნახეთ, მე პარალელურ დათვლა გულისხმობს რას, რომ თქვენც იგივე ოქმი გაქვთ, მეც იგივე ოქმი მაქვს, რომელიც ოლქში წავიდა, ცესკოში გაიგზავნა, პარტიაში მივედი, დავთვალე, სხვა ხმები გამომივიდა, აღმოჩნდა, რომ ცესკომ სხვა ხმები გამოაცხადა და სხვა პარტიამ კიდე სხვა. ანუ მე ვითვლი ოქმებს, ანუ ოქმის შედგენამდე ხმების დათვლის დროს ახდებოდა, მე ამ თვალსაზრისით ვთქვა, არ მაინტერესებს აი ამ მიზნებისთვის, 8 საათამდე რაც ხდებოდა, არც ის არ მაინტერესებს ამ მიზნებისთვის, ეს სხვა დაკვირვების ეტაპია, ასე ვთქვა და სხვა პროცესია, მაგრამ მე თუ ოქმები დავადარ ერთმანეთს და სწორია, ეს უნდა გამოვაქვეყნო, რა მნიშვნელობა რა ხდებოდა ერთი დღით ადრე ან თუნდაც 2 თვის განმავლობაში წინა საარჩევნო კამპანიაში. ეხლა ელექტრონულ აპარატებზე თქვენ წარმოიდგინეთ აუდიტი, რომელიც არ გვავალდებულებდა კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციამ მაინც ჩაატარა და ეს მათ შორის ეუთოსაც უწერია და მთავარი რაც ეუთოს დასკვნაში წერია, რომელიც ჩვენთვის კი არა, მათთვისაც აღარ არის, ასე ვთქვათ, გასახსენებელი, ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული სპეცოპერაცია, როცა ტექნოლოგია იყო ამერიკული, ტექნიკა იყო ამერიკული, ჩამტარებელი კომპანია იყო ამერიკული, მათ შორის იგივე ის კალმისტრები, ასე ვთქვათ, რისაც გაპერადება ხდებოდა, მათ შორის ამერიკული იყო და აუდიტი ჩაატარა ორი კომპანიიდან ერთ-ერთმა ამერიკულმა, რომელსაც სულ ორს აქვს ასეთი უფლება აუდიტის ჩატარების საარჩევნო მთელს ამერიკაში, ანუ წარმოიდგინეთ, ამერიკელებს დააბრალეს, რომ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია საქართველოში. იმდენად უნდოდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანათ და დაეჯერებინათ, რომ თითქოს მათი მარცხის მიზეზი არის და თავარი, რასაც ამბობენ, რომ აი ნახეთ ეუთოს დასკვნებში რა წერია, ეუთომ თქვა, რომ მაგალითად ქალთა კვოტირების გაუქმება იყო პრობლემური. თქვენ როგორ გონიათ, ეხლა გახარია 7%, იმიტომ რომ ქალთა კვოტირება გაუქმდა? თუ იმაზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქვს და თავარი, როცა ჩვენ ფარულობაზე ვლაპარაკობთ, ელექტრონულ ტექნოლოგიებზე ვლაპარაკობთ, იგივე კარუსელზე, რომელიც ასევე სომხური კარუსელი რა კიდე ვერ გაიგო სალომე ზურაბიშვილმა, ჯერ 300,000 ხმა გქვეს, მაგრამ იმის გამო რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ 335,000 ხმით მოვუგეთ 4-ვე ოპოზიციას ერთად, მე უკვე 400,000-ზე გადავიდნენ. ერთ ხმაზე არ არის ლაპარაკი, 300,000 კი არა.
ერთ ხმაზე იცით თქვენ. და ამაზე საუბარი რომ თითქოს კარუსელი იყო, ვინმეს მაგვირად ხმა მიცა და ასე შემდეგ, ასეთ რამე არ ყოფილა და თავარი ხა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ ტარდებოდა 2012 წლამდე, მათ შორის 2012-ის ჩათვლით ამ ქვეყანაში არჩევნები დიდი ხანია მე ლამის 98 წლიდან ვარ ასე თქვა და ამ პროცესში როცა მართლა რაც ამოდიოდა ყუთებიდან, უბრალოდ არ აინტერესებდა არავის ნაციონალური მოძრაობის დროს და უბრალოდ ოქმებს ავსებდნენ. ახლა ხო მათმა კომისიის წევრებმა დათვალეს და თავად ამოიღეს. ყველა ბიულეტენი და დათვალეს. სად არის მათი ხმები? მათი ხმები რაც ყუთიდან ამოვიდა, ხომ არ დაკარგულა. არც გახარიასი, არც ნაციონალური მოძრაობის ახალი და ძველი ნაციონალური მოძრაობის. არც არავის ხო? და თავარი თქვენ სახსენეთ ტერმინი და თვითონ ამბობენ რომ ჩვენ ბარიერ გადალახული პარტიები შევიკრიბეთო. ანუ აღიარებ რომ არჩევნები შედგა, აღიარებ რომ ბარიერი გადალახე და მთავარი აი აგერ არის. მინდა გითხრათ გამარჯვებულ პარტიას უწოდებს. აი 28 წუთი არის დარჩენილი, ერთი მთავარი ამის დასაზუსტებლად კიდე, რომ ოპოზიციას დღეს აქვს ბოლო ვადა იმ 4 პარტიას, რომ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას თუ არ უნდათ მათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება. თუ ეხლა ეს ინფორმაცია არ ქონდა და 28 წუთში გაიქცევიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, მე არ ვიცი, მაგრამ თუ ასეთი განცხადებები არ შევიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ერთი საარჩევნო ხმის დონეზეც კი აღიარებს არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსება სწორედ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს. ლელო მაგალითად უკვე აღიარა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამ არჩევნების შედეგებიდან, მას რომ ეკუთვნოდა საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი, წავიდა ხაზარაძემ წერილი მიწერა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ესა და ეს კაცი დანიშნეთ ჩემგან კომისიის წევრად. რატომ არ მიწერა სხვამ? იმიტომ რომ სხვას არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ბარიერი არ გადაულახია. ანუ ერთი მხრივ პარლამენტში გაუგებარი განცხადებები აქვს დაწერილი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს, ანუ ფორმალურად ასე ვთქვათ, რომ შეიძლება სამართლებრივი მსვლელობაც კი ვერ მიცე, მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ასე ვთქვათ პოლიტიკური ნება გამოხატულია, დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყველაზე უარს არ ამბობენ და თან არალეგიტიმურებს გვეძახიან. თუ არალეგიტიმური ეს პარლამენტი და თვითონ პარლამენტის წევრები არ არიან, განცხადებს რაზე წერენ? თუ არავინ არ არიან თვითონაც ეგ 61 კაცი 28 წუთით დარჩათ ახლა ეს რომც დაწერონ განცხადებები იგივე უფლებამოსილების შეჩერებაზე ან იგივე რაც აკითხეს მოგესაუბრეთ წარმოვიდგინეთ რომ რატო ჩათვალეს საჭიროდ რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე რამე განცხადება უნდა დაეწერათ თქვენ რატო არ დაწერეთ იმიტომ რომ არც ერთ პარტიის სიაში თქვენ არ იყავით, კენს არ იყრიდით და ხო, და იმ პარტიას ბარიერი არ გადაულახია. ანუ ვინც CSKOM გამოაცხადა პარლამენტის წევრებად 61 ადამიანი, მათმა ნაწილმა ჩათვალა საჭირო რომ განცხადება დაწეროს, რომ არ მინდა დეპუტატო. ანუ აღიარებ რომ დეპუტატი ხარ და აღიარებ რომ არ გინდა. რატო არ გინდა, როგორ არ გინდა? მოდი ამაზე თებერვალში ვილაპარაკოთ და შეიძლება თებერვალში ეგ განცხადებები იქით წაიღონ როგორც წინა წელს მოახერხეს და მე ერთმანეთს ასწრებდნენ საქართველოს პარლამენტში და განაცდური ხელფასიც კი მოითხოვეს არ ეხა ჩაგვერიცხეთო რომ ასე ვთქვა როცა არ დავდიოდითო ის ხელფასი მაინც დავიბრუნეთო არ ვიცი ამას აჩვენებს დრო როგორც არის და რაიც არის მაგრამ როცა ოპოზიცია მარტო 4 ვართ რატო ხართ მარტო 4 18 პარტია იყო ბიულეტენში ჩვენს გარდა 17 სხვას რატო არ ეძახიან იმიტომ რომ თვითონ თვლიან რომ ბარიერი გადალახეს ბარიერი გადალახე რას ნიშნავს? ანუ აღიარებ არჩევნების შედეგებს და თვლი რომ 5% გადალახე. განცხადებას წერ, ესე იგი დეპუტატი ხარ. განცხადებას არ წერო დაფინანსება არ მინდაო, ესე იგი აღიარებ არჩევნების შედეგებს თან ერთი ხმის დონეზეა. აბა რა სიტყვის ეს? მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბატონ ლადო, მოდით ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასაგებია შიგნით რა ხდება, მაგრამ არჩევნების ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე განცხადებები ისმის გარედანაც. ხო, ყველას, ვთქვათ, ევროკავშირიდან, ევროსაბჭოდან, ევროპარლამენტიდან ყველა თითქმის მოუწოდებს ამ ხელისუფლებას, რომ რაღაცა ერთ მოექცეს ჩარჩოებში, იმიტომ რომ ქვეყანაში არის ეს საპროტესტო მუხტი, იმიტომ რომ ოპოზიცია ქუჩაშია და ასე შემდეგ და ნუ ხელახალი არჩევნები იქნებოდა გამოსავალი. მოდით საგარეო კუთხითაც რო ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს, რომ პრაქტიკულად, ნუ რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებით ბალტიისპირეთს გულისხმობ, იგივე გერმანია, მაგალითად რომელიც ამბობს, რომ შევაჩერეთ 200 რაღაცა მილიონი, ბრიტანეთი კი არა და ხო, ბრიტანეთიც არის საუბარი და ამერიკის შეერთებული შტატები და აი ეს პარტნიორობა, რომელიც თქვა რომ ჩვენ წყვეტით ამ პარტნიორობას ვაჩერებთ, სტრატეგიულ პარტნიორობას. რასთან გვაქვს საქმე? არსებობს შიშები იმის, რომ ქვეყანა შეიძლება მოექცეს იზოლაციაში და ეს შიშები მე მგონი არა მხოლოდ ოპოზიციას აქვს, მოდით ესე ვთქვათ, მოსახლეობაც ამაზე ხშირად საუბრობს. იქნება აგვიხსნათ, როგორ აპირებს ხელისუფლება აი ამ ქვეყნებთან ვითარების დაალაგებას. ნუ აქამდე მეგობარ ქვეყნებად ითვლებოდნენ და დღეს როგორ ჩავთვალოთ და როგორ ვიმსჯელოთ. თქვენ იცით რომ რეალურად ეს დამოკიდებულია
დამოკიდებულებაა ჩვენ და შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. როცა პირდაპირ იყო ჩვენი პარტნიორებისგან ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნა, ზოგიერთ შემთხვევაში ირჩევა, მათ შორის საჯარო ფორმატებში, რომ ჩვენ ერთის მხრივ დაგვეწესებინა სანქციები ორმხრივი რუსეთისთვის, თორე ჩვენ საერთაშორისო სანქციებს მიერთებულები ვართ და თქვენ იცით, რომ ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად, როცა ჩამოვიდა ობრაიანი და სხვა თავის კოლეგებთან ერთად მადლობით დაიწყეს პრესკონფერენცია და იგივე ევროკავშირის ქვეყნები და პირველ რიგში ბალტიის ქვეყნები ან სწორედ ის ქვეყნები ის საშუალებითაც რუსეთი მაინც ვაჭრობს ევროკავშირთან, მაინც ვაჭრობს იგივე ლატვიას, ესტონეთს და სხვებს იმაზე მეტი ღვინოში აქვთ რუსეთში, ვიდრე მთელი ცხოვრება როგორ მოუწიათ ან შეიძლება და რომ შეეგროვებინათ, ეხლა მთელი სოფლიოდან მიტანილი ღვინები ეს ცალკე ამბავია და იცის ეხლა ეს საზოგადოება. ამას ყველა ხედავს, მაგრამ ფაქტია რატო დადგა იგივე კანდიდატის სტატუსის საკითხი? კი, ერთ-ერთი მიზეზით. ნახეთ, როგორც ჩანს, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რაც ვერ მოააკეთეს მათ იგივე კანდიდატის სტატუსით შანტაჟით, როცა ხელისუფლება ვერ დაამხეს 2022 წლის ივნისში, როცა ასევე ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, გახსოვთ თქვენ მაშინ სამოქალაქო სექტორი ითხოვდა მთავრობის გადადგომას, იმიტომ რომ პარლამენტი ლეგიტიმური იყო და მაგას ვერ იტყოდნენ, რომ პარლამენტი გადადგესო, პარლამენტს თხოვდნენ მისი დანიშნული მთავრობის გადაყენებას და ტექნიკური მთავრობის დაყენებას, ჩვენ მაინც ვიბრძოლეთ, ყველა ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ და ღირსებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა იგივე უნდა მომხდარიყო დეკემბერში მათ შორის მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე, ეს განცხადება იყო სწორედ ამის პრევენცია, რაც ირაკლი კობახიძე 28 ნოემბერს გააკეთა და ბალტიის ქვეყნები იცით თქვენ რომ თვლიან, რომ შემდგომი ნაბიჯი რუსეთისთვის შეიძლება იყოს სწორედ ბალტიის ქვეყნები, იგივე ოკუპაციის პროცესი, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში დაიწყო და თვლიან, რომ შეიძლება ნატოს ხოლგან მათ არ უშველოს. პრეზიდენტის განცხადება ვნახე ინტერვიუდან. შეიძლება ეს არ იყოს ასე ვთქვათ მათთვის რუსეთისთვის შემაფერხებელი, ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ცეცხლის რკალიც და ალიც იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად მათგან შორს რუსეთისთვის ესტონეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები კი არ იყოს შემდეგი ნაბიჯი, არამედ იყოს საქართველო ან ახლავიან ცოტა მერე, საიმისო თუ რუსეთს არ ეცალოს ერთდროულად ბევრი ფრონტისთვის რა ამოცანაც იყო, რომ აქ სამხრეთის თუ მეორე ფრონტი გახსნილიყო. რადგან არჩევნების შედეგები, რომელიც იცით თქვენ რომ უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა, გულისხმობს საგარეო ზეწოლას, ჩარევას არჩევნებში, თქვენ ნახეთ ილონ მასკის განცხადებას, რა რეაგირება მოყვა გერმანიაში. ხო, ვებერთელა გერმანია, იმის გამო რომ მასკმა ტვიტი დაწერა, ატეხეს ერთი ამბავი, რომ ეს არის უცხოური ჩარევა და ეხლა მე გეკითხებით, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და ოპოზიციის მიტინგზე დგებიან. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოდიან და ოპოზიციის მიტინგზე დგებიან და პირდაპირ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ. ატარებენ რეალურად საარჩევნო კამპანიას. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზემოქმედებენ ამ მორჩევლებზე, რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩება, უვიზო რეჟიმს შეგიწყვიტავთ, აღარ დაგაფინანსებთ ამას არ ვიზამ. საქართველოს ხელისუფლება მაგალითად რატომ არ იბარებს ელჩს? იყო ელჩების დაბარება, იცით თქვენ, ბალტიის ქვეყნების ელჩი დაიბარა თავის დროზე წინა მინისტრმა გალტონომაკამ დაიბარა, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი დარწმუნებულა გერმანიის ელჩაც მოუწევს გასაუბრებაზე მისვლა საქართველოს პარლამენტში თან. ეს ის ძალები არიან, წარმოიდგინეთ დღეს ახლა საგარეო საქმეთა მინისტრს გააკეთა განცხადება, რომელსაც არ ვიცი ხა მაგის დღეების დათვლასაც ხوار დავიწყებ, 20-დან თებერვალს იცით თქვენ რომ გერმანიაში რიგარი შეარჩევნებია და აღარც ეკალბატონი აღარ იქნება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნახოთ ახალი კოალიცია დააბრუნებს დაფინანსებას თუ გააორმაგებს თუ დასიზამს. ანუ ახლა ყველა ხდება, ვინც არის დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის, თუ იმიტომ რომ არჩევნების გზით ეს არ მოხდა, რომ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება მათი მორჩილი ნებისმიერი გადაწყვეტილების და პირველ რიგში ეს უკავშირდება ომის და მშვიდობის საკითხებს. ვინც არ დაიცავს ჩვენსავით, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ბუქარა რაღაცა სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე და შეშერებული დახმარებები. ბადალოდო, ძალიან საინტერესოა ამ დახმარებებს უნდა კითხოთ, იმიტომ რომ შალო პაპოშმა კითხვა გუშინ, რომ რეალურად ცეცხიაო და ეს 220 მილიონი თუ რაზე იყო საუბარი, ზუსტად ციფრი არ მახსოვს. კი, 220 და სადღაც 20-30-აო დახმარება, დანაშაი ბათუმში წყალმომარაგების სისტემაზე რაც უნდა დახარჯულიყო გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა. მაგრამ ასეთი თანხები სხვადასხვა ქვეყნებაში, აი როგორ აპირებს, თქვათ, სახელმწიფო დააკომპენსიროს ეს და რამდენად მძიმედ შეიძლება ეს დააწვეს ქვეყანას? აქვს ამაზე გადაწყვეტილება? ესეც მინდა რომ იცოდეთ ჩვენმა რადიო მსმენელმა, რომ ნახეთ არსებობს გრანტები, რომელიც ბიუჯეტში მიდის, ანუ პირდაპირ დახმარება, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი თქვენიც რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ სოფლიოში, ანუ ის თანხა, რომელიც რეალურად საქართველოს მოქალაქეებს ხმარდება, იმ დახმარებაზე გვეუბნებიან რომ გიწყვიტავთო, ანუ სჯიან ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არ მოვიყვანეთ, ნაციონალურ მოძრაობა არ დავაბრუნეთ, ამის გამო სამაგიერო დაფინანსებას უგრძელებენ და უზრდიან
სამოქალაქო სექტორს, მედიებს და ასე შემდეგ იმისათვის, რომ რეალურად რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად გააგრძელონ ქვეყნის ჯანჯღარი და როგორმე იქნება ხელისუფლება დაამხონ. ეს პროცესი ხო ეხლა გრძელდება. მოსწრებაზე არიან ორი თარიღი, ეს იყო 29 დეკემბერი სალომე ზურაბიშვილისთვის და მოვიდა აგერ უკვე მართლა ორი დღე დარჩა და ეს არის 20 იანვარი, როცა ტრამპი ასევე იქნება ინაუგურაცია და შეუდგება უფლებამოსილებას. რა თქმა უნდა 21 იანვრიდან დილიდანვე არაფერი არ შეიცვლება სწრაფად, მაგრამ შეიცვლება მთავარი მიდგომა ზესახელმწიფოსი პროცესების მიმართ სოფლიოში. ომის პროცესები და წახალისება დღეს ბაიდენმა დიპსტეიტის დამარცხებას ტრამპი ვერ მოახერხებს, ასეთ შემთხვევაში თავარია ეს მოახერხოსო ბოლოს ესეც. ხო, ნახეთ რატომ, იმიტომ რომ ის რაზე ჩვენ საუბრობთ, სხვადასხვა ტერმინით ჩვენ სხვა სახელი დავარქვით, ისინი სხვა სახელს ეძახიან, ვიღაცა კიდე სხვას. თქვენ ნახეთ ბაიდენმა ახლაც თქო რომ ვავალეფო თავდაცვის ძალებსო გააგრძელონ კიდე უფრო მეტი იარაღის მიცემა, როდემდე 20 იანვრამდე, იმიტომ რომ მერე რა დავალებას გასცემს ტრამპი არავინ არ იცის. ხო, ანუ არის ომის პარტია, რომელსაც უნდა ომის გაგრძელება, მათ შორის რუსეთ-უკრაინაში, სოფლიოს სხვადასხვა ცხელწერტილებში და არის მშვიდობის პარტია, ამ შემთხვევაში ჩვენი საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის ჩვენი თავარი სათქმელი ჩვენი ამორჩევლებისთვის და ამიტომაც დაგვიჭირა ამდენმა ადამიანმა ხმა და თავარი ხმა მოგცა არამედ ის რასაც ამბობს მათ შორის ტრამპი. შეწყვეტა არ აისახება და რატო? ნახეთ რატო? იმიტომ რომ ის რაც იყო სესხები და ასე შემდეგ, ხო, სესხის ეხლა ბანკებს გვთავაზობენ სესხებს და გვინდა ავიღეთ, გვინდა არა, გინდა გაგვიბრაზდნენ, ეხლა და გინდა უნდა გვიბრაზდებიან. შემოთავაზეთ სესხი, მინდა ავიღებ, მინდა არ ავიღებ, ხო? სახელმწიფო ადამიანი ამ შემთხვევაში რა განსხვავება არაფერი, მაგრამ გრანტების ნაწილში არც ერთი პროგრამა არ შეჩერდება და მაგალითად 2020 წელს გრანტების ნაწილი იყო 105 მილიონი ლარი, რაც საერთო ჯამში დაითვალა იგივე ევროკავშირისგან. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი 32 მილიარდი და როგორმე 105 მილიონს დავაბალანსებთ. იგივე იყო გახსოვთ თქვენ და ლარზე ვლაპარაკობ. იგივე იყო გახსოვთ თქვენ ამერიკასთან მიმართებაში, როცა თქვენს რომ დაუშვათ იგივე ლუგარის ლაბორატორია შეუწყდებოდა დაფინანსება. ერთი არ შეუწყდა, იმიტომ რომ ამერიკამ რაც არ დააფინანსა ჯანდაცვის სამინისტრომ. გახსოვთ იგივე თავდაცვასთან მიმართებაში ითქვა რომ 10 მილიონი დოლარით უნდა დავხმარებოდით, დაახლოებით 30 მილიონი ლარია თავდაცვის ძალებს და რა დააშავა ჯარმა არ ვიცით. მაგრამ ნუ ასე გადაწყვიტეს და იმავე დღეს პრემიერ-მინისტრმა 30000 ლარის ნაცვლად 100000 ლარი გამოუყო თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალებს. ასე რომ სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებამდე მიდიოდა, მათ შორის შეშმოპირები, სხვადასხვა პროგრამები, ყველა პროგრამები განხორციელდეს, არ შეფერხდეს, იმიტომ რომ ბევრი იყო თანადაფინანსების ნაწილი. ის კი არა რომ რაღაცა პროექტს თლიანად ისინი აფინანსებდნენ, არა. რაღაცა პროექტებში, პროგრამებში იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ემპარდი და ასე შემდეგ თანხები იყო თანადაფინანსების. ამ თანხებს გადაეხის ყველაფერს სახელმწიფო. ერთი თეთრის გარეშე არ დარჩება არც ერთი პროგრამა, ყველაფერი იქნება სრულად შევსებული, თუმცა ამან კიდევ ერთხელ სამწუხარო დაგვანახა დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის მიმართ, რომ თუ ქართულ ხალხს არაირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ მოგწონს, იგივე 30 წელი რო გეხმარებოდი და უანგარო რო გვეგონა და თანასწორობა და მეგობრობა და ასე შემდეგ, აღმოჩნდა რომ ანგარებიანი ყოფილა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არც ერთი პროექტი, რომელიც ხორციელდება მათ შორის უცხოური დაფინანსებით, არ შეჩერდება. რაც შეეხება სესხებს, ამას გადაწყვიტა დავიღებთ თუ არ ავიღებთ, რაც შეეხება NGO-ების დაფინანსებას, რომლებიც ებრძვიან ჩვენ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, identობას, პრაიდებს ატარებენ და ასე შემდეგ, თუ დააფინანსებენ, გააგრძელონ ეს მათი საქმე, ოღონდ ეს დაფინანსებაც ყველა შემთხვევაში იქნება გამჭვირვალე. რაზომაც იყო ამხელა ამბავი ატეხილი ასე თქვა და ამ გამჭვირვალობის კანონზე და ესეც რა თქმა უნდა მოექცევა კანონმდებლობის ფარგლებში. ბოლოსკენ მივდივართ და მინდა რომ დავსვა ეს კითხვა აუცილებლად, მოდით გადმოვიდეთ ახლა ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდეთ საგარეო თემებს რომ შევეშვათ. აქციები არ წყდება. ყოველ დღე იმართება, დაგეგმილია ხვალა, ზეგაც. ამ აქციებზე პრინციპში მთავარი მოთხოვნა რაც არის, ახლა შევეშვათ ოპოზიციას და ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც აქციებზე ყოველ დღე გამოდის და მათი ეს ურყევად მთავარი მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან ერთად არის დაკავებულების გათავისუფლება და დასჯა იმ ადამიანების, ვინც იძალა და იგივე მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და ასე შემდეგ. ყველა ელოდება რაღაცნაირად რომ ვიხილოთ დამნაშავეები დასჯილი და ეს ადამიანები იყვნენ გამოშვებული. როდის მოხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ იყო გადაცდომები, იყო იქ ადამიანების ცემაც და სხვათა შორის არიან დაკავებულები, რომლებიც უკვე საუბრობენ დაკავების პროცესში არასადარნადო მოპყრობაზე და ზოგიერთი სიტყვა წამებასაც ახსენებს. რა შეგიძლიათ ახლა ზედმეტი შეფასებებია, რა თქმა უნდა, თუმცა დაველოდოთ, რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, თქვენ იცით რომ ორი უწყება წარმოებს, ასე თქვა დამიმართულებით გამოძიებას,
იგულისხმება ის ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და ასეთი 30-ზე მეტია იგულისხმება სისხლის სამართლებრივი დევნა ვის მიმართადაც არის და თუ კრიმინალების გამოშვებას ითხოვენ ეს ადამიანები, მაშინ კარგად დაფიქრდნენ ვის გამოშვებას ითხოვენ, იმიტომ რომ ვისაც ადმინისტრაციული საჯელი ქონდა, ყველა ფაქტობრივად უკვე გარეთ არის, ან უახლოეს 2-3 დღეში იქნება გარეთ, იგივე გვარამია მაგალითად, მათ შორის სისხლის სამართლის დამნაშავე ალეკო ელისაშვილი და გირაუთი არის და გარეთ არის გამოსული, ასე რომ ეს საკითხი ამ თვალსაზრისით დასრულებულია. ჩვენ ვლოდებით გამოძიებას იმ ძიმე შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებას ეხებოდა და რა თქმა უნდა ძალადობა მიუღებელია ყველა მხარეს. თქვენ გახსოვთ, როცა ჩვენ ძალადობას გვდით, გვეუბნებოდნენ რომელ ძალადობას გვაქვს, ნებისმიერს. ისინი გვეუბნებოდნენ მარტო იმ ძალადობას, რომელიც შეიძლება პოლიციის მხრიდან მოსულიყო და არ ამისაუბროს 171 დაშავებულ პოლიციელზე, დამწვარ პარლამენტზე და ასე შემდეგ და იმ უბედურებაზე რაც იქნა. სისხლის სამართლებრივი საქმეები არის აღზრდილი მათ შორის ძარცვაზე, ქურდობაზე, მოროდიორობაზე, კერძო ქონების განადგურებაზე და ასე შემდეგ. ეხლა ვინა პროფესიისაა, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას თუ დამნაშავეა, პასუხი უნდა აქვს. ერთი საკითხი და მეორე საგამოძიებო სამსახური, რომელიც უკვე აი ამ მიმართულებით მუშაობს, რომელიც ეხება იგივე ჟურნალისტებზე ძალადობას და იქაც იცით თქვენ, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ ორი ადამიანი, ვისი სახელები და გვარებიც ვიცით და გახსოვთ თქვენ თავიდანვე მთავარმაც გამოაქვეყნა ტელეკომპანიამ, არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც იყვნენ თანამონაწილეები ამ ჯგუფში. ეს გამოძიება არ დასრულება, ოფიციალური პასუხი არ მიცით ჩვენ ამის შესახებ. და ესენი არ ამბობენ, ვინები იყვნენ, ამიტომ მიგრძელდება საგამოძიებო პროცედურები და რა თქმა უნდა დაველოდოთ დაუჯელი არ დარჩება არავინ. ეს პირობა შემიძლია მივცე მე ხელისუფლების სახელით, იმიტომ რომ ის რაც ვნახეთ ჩვენ იგივე ჟურნალისტთან მიმართებაში, ეს ნიღბიანები იყვნენ თუ მაგალითად პოლიციის წარმომადგენლები აქციის დაშლის დროს, ეს ყველასთვის მიუღებელია და ყველანი ამაზე თანხდებით და ჩვენლა ვართ ის ხელისუფლება, სხვა შორის იგივე 2019 წელთან მიმართებაში, როცა პირველად იგივე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოძიებაზე იყო მისული, კონკრეტული პოლიციელები სხვადასხვა პასუხისმგებლობის ქვეშ მიექცნენ და ახლა აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებსაც თვალი გახარიამ დათხარა და გახსოვთ თქვენ სიმღერებს უზღვრინდნენ, ლექსებს და ბიუსტიც კი იდგა საქართველოს პარლამენტთან, ამ ადამიანთან ერთად ახლა რაღაცას აპროტესტებენ და აღარ ახსოვთ არც 19 წელი და რაც ყველაზე მთავარი არის 2011 წელი. ამაზეც რომ მითხათ, იმიტომ რომ რამდენიმე დაკავებულმა სოციალიტეტს გაავრცელა განცხადება. მათ შორის იცით თქვენ რომ სოციალისტებმა გაავრცელა ეს განცხადება, რომ დაკავების პროცესშიც ასევე უწევდნენ წინააღმდეგობას, არა ყველა, რა თქმა უნდა, ვიზეც არის საუბარი და ვიზეც არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, თორე სხვა დანარჩენი კიდევ რით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, ფაქტობრივად ყველა გარეთ არის, ბევრი ძალიან მალე იმ დღესვე იმავე სასამართლოებიდან სახში წავიდნენ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება იყო, ზოგიერთზე იყო ადმინისტრაციული პატონობა, ზოგიერთზე იყო ფინანსური ჯარება, ზოგიერთზე იყო ხელწერილი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ეს მოთხოვნები შესრულებულია დიდწილად უკვე, რასაც ეს ხალხი ითხოვს, ეს ფაქტია. მეორე ნაწილი, რასაც თავად ამბობდნენ, რომ ჩვენ არც ნაცები არა ვართ, არც ოპოზიციის წარმომადგენლები არა ვართ და ასე შემდეგ, აბა თუ ქართული ოცნების ხარდამჭერები არიან, ახლა ჩვენს რატო ითხოვენ? მოვიგეთ და აგერა ვართ და ჩვენ მოხდებით. არა, ნუ ამბობენ რომ არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნებით, ჩვენ ვართ საზოგადოება, რაღაცა სფეროების წარმომადგენლები. არა, ჩვენ ხარ ვიცახით რომ პარტიის წევრები ხართ ხო? ჩვენ ვამბობთ რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აპროტესტებთ. რას? თუ კიდევ ვერ აგიხსენით, რა ვთქვით 28 ნოემბერს აგერა ვართ 22 დეკემბერს და გაგიმეორებთ კიდე ერთი, მაგრამ ფაქტია რომ როცა ოპოზიციის იგივე ოფისები გაიჩხრიკა და ასე შემდეგ ნახეთ და დადასტურდა რომ ოპოზიცია აფინანსებდა, აორგანიზებდა იმ რადიკალურ ჯგუფებს, ვინც უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რატო აღარ ჩანს პოლიცია საერთოდ ბოლო 10 დღეა თუ 2 კვირა უკვე. ძალიან აღარ არის რაღაცა კი, აღარ არის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ღამეს ათენებდნენ ნაციონალურ მოძრაობის ოფისებში, იყვნენ ორგანიზებულები, აღჭურვილები, მომზადებულები, ტრენინგავლილები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია ზუსტად იმ დღეებში მოხდა ეს გარკვეული გადაცდომებიც და რა თქმა უნდა, ნახეთ, როცა შენ ამოცანა გაქვს, რომ პოლიციას დაუპირისპირდე და იცი რომ ასევე ათასობით პოლიციელი ჩაატარებს აქციის დაშლის ოპერაციას, როცა გაფრთხილებენ სიტყვიერად და შენ ამას არ უსმენ. მერე არის წყლის ჭავლი, რომელმაც იმის გათვლა არის, რომ შენ დაგიმძინოს ტასაცველი მინიმუმ ტემპერატურას რო თავი დავანებო და სახში წახვიდე. მერე უკვე გაზის კაფსულებს ისვრიან იმისაც, რომ სუნთქვა გაგიჭირდეს და ასევე გაერიდო იმ ტერიტორიას, რომელიც არის პრობლემა და ამას არაკეთებდა პირიქით. გეგმაზომიერად ქვასაც ესვრი მოლოტოვის კოქტეილს, შენ მშვიდობიანი აქციის მონაწილე არ ხარ და ვერ იქნები. ვინ არიან აქციის მშვიდობიანი მონაწილეები? ის დღეს შეიკრიბებიან. მის გუშინ შეიკრიბნენ ბოლო 10 დღე, რომელიც შეიძლება კიდე მომავალ დღეებში შეიკრიბონ და კი ბატონო, ეს მათი საქმეა, მაგრამ
ერთი მხრივ არჩევნების მოთხოვნას უნდა კონდეს ლეგიტიმური საფუძველი, მათ შორის მოქალაქეების მხრიდანაც ეხა ოპოზიციამ 700.000-მდე ხმა იყო. მე არც არავის თავებს ვითვლი და არც არავის რაოდენობას. ერთი ადამიანის პროტესტის კი ჩემთვის მისაღებია და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის ყურადსაღები და მოსასმენი და გულთან მისატანი, მაგრამ როცა შენი მიღებული ხმების რაოდენობის და შენივე ამორჩევლების 1 და 2%-საც ვერ კრიბავ და ვერ არწმუნებ 2 თვე გავიდა. დღეს არის 26, ხო? 2 თვე გავიდა ზუსტად არჩევნებიდან. ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელი არის ჩართული ბიზნესმენებსაც თავი გავანებოთ ბიზნესის წარმომადგენლები, ოპოზიციას ბუღალტერმაც მიცა ხმა და ძალიან ბევრია, მათ შორის საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს. აი ეს პეტიციები როცა იწერებოდა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამაზეც რო ადმინისტრაციულ რესურსებიც იყო რაღაცა მინიშნებები, იქ 2020-ში დაამბობდნენ რომ აი საჯარო სამსახურები. ნახეთ, ადამიანები დილის 9 საათიდან 6 საათამდე მუშაობენ საჯარო სამსახურში. მათი ხელით ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც თურმე მათთვის მისაღები არ არის. მე 6 საათს მერე გამოდიან სამსახურიდან, მიდიან აქციაზე და აპროტესტებენ იმას, რასაც აკეთებენ თავად 6 საათამდე. თუ მიუღებელია მაშინ უღარ მუშაობთ. თუ მისაღებია, მაშინ უღარ აპროტესტებთ. საჯარო მოხელეები ისე დავაშინეთ. ნიკა გვარამიანს ის პირველ ნომრადაც კი ჩაიწერა ერთ-ერთ საჯარო მოხელე, რომელიც მანამდე ბოლომდე საჯარო სამსახურში მუშაობდა, სანამ პარლამენტის წევრად არ იქნა არჩეული, ისევე როგორც ვეუბნოთ, ეხა პარლამენტში არ უშევ ჯერ გვარამია და დაველოდოს გამოუშვებს თუ არა. ასე რომ, ნებისმიერი მოთხოვნა კიდევ მეორე თუ ეს იქნება სამართლიანი, ჩვენთვის ყურადსაღებია, მაგრამ ის რომ ამ აქციების უკან დგას ოპოზიცია, რომელიც ახდენს ამის ორგანიზებას და გვარამიამ თავად თქვა, რომ ახლა დადგა ეტაპია, რომ პოლიტიკოსები გამოვიდეთ. მადლობა, რომ თქვენ მოდიოდით და ვატყუებდით. ეხა ჩვენი საქმეა. ხო, ერთი თვე ვატყუებდით ხალხს, ვითომ ჩვენ არაფერ კავშირში არა ვართ და ვითომ თვითორგანიზებულები, ანუ მარშები თავისით ეწყობა, ფულს თავისით ხარჯავენ, პლაკატებს თვითონ აკეთებენ, ადგილებს, 100,000-ობით ლარს Facebook-ში თავისით ხარჯავენ, 100,000-ობით ლარს ვიღაცები. 100,000-ობით ლარს უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გაიფიცნენ თუ ვითომ დახმარება ჭირდებათ და ასე შემდეგ და ამის ორგანიზატორი თურმე არავინ არ ყოფილა, ხო? ასეთი აქციები გახსოვთ, თან იყო 90-იან წლების ბოლოს, როცა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას ითხოვდა 9 აპრილის აქციები და სხვა აქციები და რა თქმა უნდა იმ აქციებს არაფერი ორგანიზებული არ ეთყობოდა, პირიქით ვინმეს იქით მიეტანა ლობიანი დაერიგებინა კი არა. იქით მიხუნათ ლობიანები, საჭმელის და სასმენიც, ოღონდ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი გამხდარიყო. ბევრი ადამიანია მისული, რა თქმა უნდა, თავისი რაღაცა მოსაზრებები აქვს ამ პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენ არ გვითხოვს, რომ ისინი არიან პარტიული აქტივი. ისინი არიან იმ პოლიტიკის გულშემატკივრები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელიც მერე სასწრაფოდ ააღებინეს და თვითონ რა დღეში ჩააგდეს სააკაშვილი, რომ რაც ქვია, ჩამოყვანა თქვაო და ასე შემდეგ. ნახეთ ეხლა ვინც თქვენ ჟურნალისტი ხართ და არ გაგიჩნდებათ. შობელზეც თქვენს რომ მიხეილ სააკაშვილი შეკრულია ქართულ ოცნებასთან და ის აწერინებს პოსტებს. აბა რა ვიცი იქ, იმიტომ რომ მისი აი ძველი ნაციონალური მოძრაობის წევრები და პოლიტიკოსების კომენტარები იყო, რაც მე წავიკითხე, რომ სასწრაფოდ აი ხო, იმიტომ რომ სააკაშვილმა იჩქარა რაღაცის თქმა, ეხა სააკაშვილს უნდა რომ ასე თქვა, იცი თქვენ რა კატეგორიის ადამიანია, ქორწილში რო სიძე უნდა იყოს და გასვენებაში მიცვალებული. ხო, ვერ ჩერდება, ასე თქვა, იმ ოროთახიანი პალატაში და უნდა რომ ამ პროცესების მიღმა ის იყოს და ყველა მოიაზრებდეს და ყველაზე მთავარი რაც მოხდება, თუ ამ ქვეყანაში ის გადატრიალება მოხდა, პირველი სააკაშვილი უნდა გამოიხსნან, ასე თქვა, ხაჯეთის ციხიდან და დასვან პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად, ეხლა ვინმე სხვა რგონი ეხლა ხაზარად ეს ან ვინმე რამეს დაუთმოს ეხლა ან იგივე ახალგაზრდები რომ ამობენ რომ ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, არ ვერევით პოლიტიკაში რო ითხოვთ არჩევნების მონაწილეობას ვინ მიიღებს ახალგაზრდები? ვიღაც მოვაო ეს გავიგე, აი ამას ვისმენს. მე არ ვიცი. ვიღაცები იყვნენ ეგ საარჩევნო ბიულეტენში და ხმა არ მიცეს. მათ შორის ამ ახალგაზრდებმა, ხო? მიცეს იმათ, ვისაც მიცეს და უკმაყოფილებლები არიან არჩევნების წაგებით. ხო, ამიტომ ითხოვენ არჩევნებს, ხო? ახალგაზრდებს რა კეჭი ყრიან, ბიულეტენში იქნებიან და ვინმე ახალგაზრდობას მიიღოს. ეს ძალიან რთელი თემაა, საერთოდ როგორ უნდა ძალიან მოკლედ არის სინამდვილეში სათქმელი ეკა ის რომ აპირებენ არ ვიცი პოლიტიკოსებმა მადლობა გადაუხადეს ამ ხალხს და უთხრეს რომ კარგია რომ თქვენ ერთი თვე აგიფარეთ ფარად სტუდენტები ახალგაზრდები ამის ბაღიდან გამოიყვანეს ბავშვები თქვენიცით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ჩვენ ვითომ არ ჩანდით რომ ვინმეს არ ეთქვა რომ პოლიტიკური ინტერესები გაქვთ ეხლა მადლობა ოღონდ სახში კი არ წახვიდეთ დარჩით ისევ ოღონდ ეხლა ჩვენ გავაგზავნეთ ერთი თვე აქციები მიდის და მიკროფონი არ დამდგარა და სცენა არ დამდგარა თქვენ ასეთ რამე წარმოგიდგენიათ რატომ იმიტომ რომ ეს მოთხოვნები ისე დაჯღერდება და ძალიან კარგად იციან რომ რა თქმა უნდა პოლიტიკოსების სცენაზე რო ავიდნენ შეიძლება არც ალაპარაკონ და ქვებიც ესროლონ და
სხვა რაღაცეებიც, რაც არაერთხელ იყო წინა აქციებზე იგივე მაისში და აპრილში, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი დისტანცირებულია პოლიტიკური რაღაცებისგან, პარტიებისგან ეს აქცია. ამ ხალხსაც ვთავაზობთ ჩვენ დიალოგს. ჩვენ ხო დიალოგი და დისკუსია მარტო ოპოზიციონერებისთვის არ შეგვითავაზებია. საზოგადოების ნაწილსაც ვინც თვლის რომ ჩვენ სადღაც გადაუხვიეთ, ან გადმოუხვიეთ, ან რაღაცა გავაჩერეთ თუ შევანელეთ და ასე შემდეგ, ამისთვისაც ზათავართ. მე გარემოს დაცვის კომისიაში ვარ პარლამენტში, ახლა ორ კანონპროექტზე მუშაობთ, რომელიც დაგვაახლოვებს ევროკავშირს. ახლა მითხარით თუ ჩვენ მაინც იმ კანონებს ვიღებთ, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით დაგვავალდებულა ევროკავშირმა. და ვღებულობ ამ კანონს, პროცესი შეჩერებულია თუ გრძელდება. თუ მთავრობა იმ რეფორმებზე მუშაობს, რომლის ვალდებულებაც ავიღეთ, ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს და ვახორციელებთ. ჩვენ იგივე ბაღების მაგალითად ხო ეხლა დედაქალაქის ბაღების სააგენტოს ანგარიში იყო და ევროპული სტანდარტები, სრულად აღჭურვილი ბაღები, ახალი ბაღები რაც შენდება, ძველების რემონტი, რეკონსტრუქცია, კვების რეგულაციები, სტანდარტები და ასე შემდეგ. ბევრი საკითხი რომელიც უნდა მოვიდეს ევროკავშირის კანონმდებლობებთან. რა თქმა უნდა, იგივე მწვანე ეკონომიკა, სოციალობა, თბილისის ტრანსპორტი, ეკოლოგიური, რუსთავის, ბათუმის ეს ყველაფერი ისთვის კეთდება. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ გვჭირდება უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი არის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ და შევასრულეთ 60%, დავდეთ პირობა რომ შევასრულეთ 90%-ს თქო, მომავალი 4 წლის განმავლობაში თქო, ანუ რაც გაკეთდა 10 წლის განმავლობაში, იმის ნახევარს ასევე გავაკეთეთ და მივიყვანთ ბოლომდე მომავალ 4 წლის განმავლობაში თქო და ამიტომ გვამხობენ და სახელმწიფო გვიწყობენ. ბატონო, ამგვეწურად რომ ევროპულ მომავალს იცავენ ჩვენგან, ვინც ეს ევროპული მომავალი აქამდე მოვიტანეთ. იმათთან ერთად, ვინც ეხვეწებოდა ევროპას, რო არც უვიზო რეჟიმი ქონოდა, არც თავისუფალი ვაჭრობა და არც ასოცირების ხელშეკრულება, არც კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, მე მინდა ჩვენ ქვეყანას მშვიდობიანი, ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი უსურვო და ეს ნამდვილად ასე იქნება 2025 წელს და იცოდნენ რომ არც ევროპულ მომავალს, არც უკეთეს ცხოვრებას, ევროპულ განათლებას და ასე შემდეგაში, მაგრამ ეს საფრთხე არ ემუქრება თუ ვინმე ემუქრება ჩვენს ევროპულ მომავალს. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც როცა ხელისუფლებაში იყო, ყველაფერი გააკეთა 2012 წლამდე იმისათვის, რომ ევროკავშირის ერთი ნაბიჯი არ გადმოედგა ჩვენთვის. ჩვენ დროს რა გააკეთა ევროკავშირმა ჩვენთან მიმართებაში უკვე ჩანს და მთავარი ყველა სწუხილები რაც ჩვენ გვაქვს, ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე, ეს უკავშირდება 20 იანვარს, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და მერე ნახავთ იგივე განცხადებები და იგივე ადამიანები, როგორც სხვაგვარად დაუწყებენ საუბარს. და თავარი წუხილი რადგან მივიღე ალბათ პასუხი, რომ გამოძიებული იქნება ყველა ეს თემა, რომელიც მოხდა და ამ ძალადობის ფაქტები. და ყველა კანონდარღვევაზე იქნება. კი ბატონო, ბატონო, ჩვენ დრო ამოიწურა, საკმაოდ გადავაჭარბეთ კიდეც. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. წინასწარ მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, იმიტომ რომ ვფიქრობ ბოლო ეთერია ჩვენი 2024 წელს და 2025-ში აუცილებლად შევხვდებით, შემიძლია უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს, ისედაც შევხვდებით, რა თქმა უნდა, სხვა ეთერებში. დიდი მადლობა და მადლობა მსმენელებს, რომ გვისმენდნენ.